არსებობს ასეთი თქმულება, რომელიც შინაარსობრივად ძალიან ქრისტიანულია. უპირველესად უნდა გიყვარდეთ თქვენი ოჯახი, შემდეგ თქვენი მეზობელი, თემი და შემდეგ თქვენი თანამოქალაქეები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ ფოკუსირდეთ დანარჩენ მსოფლიოზე. რადიკალმა მემარცხენეებმა ეს თანმიმდევრობა შეცვალეს. მათ ზულთ საკუთარი თანამოქალაქეები და უყვართ უცხოელები. ასე ჯანსაღი საზოგადოება ვერ ფუნქციონირებს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ფუნდამენტურ ღირებულებებს უბრუნებს ამ ქვეყანას. ამერიკა უპირველეს ყოვლისა. სწორედ ესაა ამოსავალი წერტილი. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნები უნდა გძულდეს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მთავრობისთვის ამერიკელი ხალხის კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბრიტანელები უნდა უყვარდეს, საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანგი ხალხი და ასე შემდეგ. ჩვენ გვყავს ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც პრიორიტეტად ამერიკელ ხალხზე ზრუნვას მიიჩნევს და ეს ძალიან კარგი პოლიტიკაა. ჩინეთის ლიდერი სი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც უპირველესად თავიანთ ხალხზე ზრუნავენ. მადლობა